ძალიან მალე დავიწყებთ ნადირობას. არჩვია, შურთხია და როჭო. ასე არასოდეს არ წასულა სანაპიროს სიმართლეებით და მარშრუტით მივდივართ სანაპიროს. და რაზე ვაპირებთ ნადირობას და საათ? კარჩხალზე და ვნახოთ როჭო, ჩვენ ძირითადი ობიექტია როჭო. თან დავიპოვოთ ეს როჭო უძაღლოდ. გამოგვივა რო? გამოგვივა, იმიტომ რომ მე გამომსვლია ბევრჯერ და თან ზუსტად იგივე მარშრუტს გავდივართ, რასაც მე გავდივარ ხოლმე. რამდენად რთული გზა გვედის? შევძლებ თუ არა მე ჩემი ფიზიკური მომზადებით მაგის გავა? შორის როჭოზე მარტივად შეძლებ, ცოტა შურთხზე გაგჭირდებს. ნუ თუ რაღაც არის შურთხზე GoPro-ს გაგატა. როლანდი ჩვენზე ადრე გავიდა წინ. იძახის რომ მე აქ ადრე შეიმჩნევია შურთხიო. და როჭოს ადგილობრივები როჭოს აქ ინდაურს ეძახიან, ხო? ხო, ისია. ვაი, როჭოები. ნახი რა ლამაზები. ნახეთ მეგობრებო, დათვები. დათვი თავის ბელებით არის. ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ, ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარ-ჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ვიმყოფებით თურქეთის საზღვართან, ეხლა ვტოვებთ ამ საზღვარს. შეივსება ჩვენი ტრანსპორტი, ხალხს ველოდებით და დავიძრებით. ახლა ერთი მინიბუსი გამოიყვანდნენ, იმით წევლენ ეფენა იარონ ილდიშინეჭი კიულენ. ბათუმბილე ჩამოუდნენ, ახლა წევლენ ისი გააფრთხილებენ ის არაბა. მოზილვენ, დენემეღიჩუნ ავლევენ, იმ წოი ბაღალი მინიბუსი. იქი ბუჩუქთილიონ. ჩემთვის ახლა მაგალითად ძალიან ბევრი სიტყვა აბსოლუტურად გაუგებარია. ჩემთვის გასაგებია. საზღვარიდან დაახლოებით 40 კილომეტრში შეგვხვდა იუნუსი, როლანდის მეგობარი. ეს ახლა სადა ვართ ჩამოსვლები, რა ქვია ამ ადგილს? ბორჩხა. ბორჩხაში ვართ ახლა, ხო? ეს მდინარე ჭოროხია? ახლა ბარაჯი ქვია? ახლა ბარაჯი. აა. წინ იყო ჭოროხი. იუნუსი. აგეროვაძე. ზედამაჭახლიდან. ზედამაჭახლიდან ახარ შე, ხო? ესე იგი შენ წეღარ მითხარი რომ აქ ძირითადად არიან სულ ქართველებია, ხო? აქავრაბონი ქართველები არიან, ქართულად ლაპარაკობენ. ხო. მაგათ ლაპარაკობენ. მიხარია ძა. მოკლე მგზავრობის შემდეგ იუნუსმა სადიძე დაგვპატიჟა. შემდეგ იარაღის მაღაზიას ვესტუმრეთ. ვაზნები გვაქვს საყიდელი ისეთი, რომ შურთხზე და როჭოზე სანადიროდ გამოგვადგეს. რები გვაქვს საყიდელი. ხოლო 4 ნომერი გიძ. და დათვი რო შეკვდეს? გვაქვს. 4 ნომერა და 4 ნომერა. Ну, შეკვდე დრო საშუალო და. 4 ნომერი. ვიცი, ყველას გაინტერესებთ იარაღის ფასების შედარება საქართველოს მაღაზიის ფასებთან. მოდით ვკითხოთ ამ კრალარსის ფასი, რა გამოდის ჩვენს ლარზე. კრალარს ასტეკა, ნეკადა. გრალდა აი 12 ვინო. 12? 12. რამდენია? თელე ლარი 16000 ლირა. რამდენი გამოდის? 12 ბინი რა დედი და მე? 12 ბინი. 1040 ლარია ესე. ბინ ყრყლადი. ჩვენთან საქართველოში რა არის? იუზემი დოქტორია. ქალაქი ბორჩხა მალევე დავტოვეთ.
მაჭახელისკენ მიმავალ გზაზე ნისლში გახვეული მოსასვენებელი ადგილი შეხვდა. ცოტაც ექსტრემალური. უსაფრთხოების ნორმები განულებული არის, ხო? კაი ინერციით რო გაიღვიძო შეიძლება დაბლა აღმოჩნდეს. რო დააცემინო მაშინ რა. მეგობრებო, ეხა შუა გზაში ვართ, ფაქტიურად შევჩერდით, შევისვენებთ და ძალიან მალე გავაგრძელებთ გზას. ეს 2000 მეტრი ზუსტად. ეს არის უღელტეხილი ბორჩხიდან მაჭახელის ხეობაში გადმოსასვლელი. ჩვენი აილა იყო თა, პაწაეთა. აქ იარებოდით საქონელი იყო, ახლა ვინ აღადაჭა, ნენეი ბაბაი დააჭა მატვაი, ვეღარ იარებიან. ბახმარო იყო? ხო, ბახმაროს. ბახმაროს იარებოდით, აქ ბოინე საქონელი ვაძებდით, მოვდოდით, იარებოდით. აი, შემოგევლენ ესე. თურქეთის მხარეს მოქცეული საქართველო უფრო მწვანე მომეჩვენა, მაგრამ ცოტა დარდიანი. ან მე ვარ ალბათ მგზავრობისგან მოქანცული. თუ ისტორია მახსოვს კარგად. მოკლედ არეული გზნობები მაქვს. თითქოს თან სახლში ვარ და თან ვერა. ხედავ ჩვენი დროით გვიანდება. ნეტავ თუ მოვასწრებთ კიდევ რამეს. როგორ ხარ? კარგად ვარ, შენაბე. შემოგევლე. ეს ვაშკაცი როგორი დიდი გამხდარა, როგორ ხარ? შენო მოდი მაშინ პატარა ბავშვი იყო. პატარა, ვინაცალენეს. თელი მარშრუტის ხალხი სულ ქართველები არის. კარგად იყავით ხა? ხა ჟანდარმას უთქვა პასპორტებს უნდა დაუხედო რაცა იქიდან. ჩვენსაზე? ხო, დახედო. ხო, დახედოს. კი, კაცო. ბაბა. მოჭრილი არ ქონდა? მე. აიდან შეიტყვეს თქვენით. მე ის მიტყვეს. ვინც დაიდურე გავდა ბორჩიდან. გზავრობა გრძელდება, მეგობრებო. ჩვენი ჩამოსვლის შესახებ თურქ მესაზღვრეებს გაუგიათ. დაუთასთვის უთქვამთ, პასპორტები კარგად უნდა შეუმოწმოთ თქვენს სტუმრებსო. მეუცნაურა, თუმცა ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. დაუთა სოფელი ძალიან ახლოსაა ჩვენს საზღვართან. ეს არის საზღვარი? ხო. ვისი საზღვარია? ის გზა ქართველისა. საქართველოსა და საქართველოს. თურქეთის ახლა თურქეთისა და საქართველოს. აქედან ყურის ძირშია ჩვენი ჩხუტუნეთი. ხვდებით ალბათ, აქ უკვე კამერების გათიშვა გვიწევს. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? ხომ ხართ კარგად? კაი ვართ. ბუირუმს. მადლობა, ეხლავე. დაუთასთან მეორედ ვარ. 2 წლის წინ ქართული მონადირე ძაღლის ფესვების ძიებაში ვიყავი, როცა ამ ოჯახმა მიმასპინძლა. დღეს ისევ აქ ვარ. ოღონდ უკვე სანადიროდ. ეს არის შავშეთის მხარე კლდე. დიახ. რომელიც არის ჩიქუნეთის მთა. აი, აქ არის ბევრი როჭო რა, სადაც ძველი ხარის საწოლია და აქედან ორი კაცი წავალთ, ერთი კაცი რაც გჭირდება, უნდა დავტოვოთ ზურგში. დიახ. და აქ ორი კაცი წავალთ როჭოზე. აქ არჩვის საწოლებია. დიახ. ნუ შურთხიცა, ნუ შურთხი რა თქმა უნდა არ წავა კრუგზე, მაგრამ ნუ არჩვი წავა და დათვიც წევს აქ. გასაგებია. ანუ მაგიტო გჭირდება კიდევ ერთი ადამიანი. დაუთა შენ წამოხვალ ჩვენთან ერთად? მე თუ ვერ წამველ, მარისი ვართ ორი წავალთ. მე თუ ვერ წამველ, ჩემ სიმამრის ბიჭმანა წამოვიდა, მე ხარებთან დავჭერ. აი ამ
ერთხელ მოგვივიდა უკვე, ორი ვიყავით და ნუ ვერ ჩავკეტეთ რა, მე და იბრაიმი რო ვიყავით. მესამე მაგისტრისაა საჭირო, ეხლა რომ აი იქ გასასვლელში დავტოვე ერთი. ყველა გადის, ანუ ქვევი დაბლა გზა აქვს და გზისკენ არ მოდის უბრალოდ დადირე, აი ამკლდეს ურტყავს წრეს. ესე იგი მე როგორც ხვდები ბიჭებო, თუ სწორედ მესმის, ჩვენ შეგვიძლია ვინადიროთ ფაქტიურად ყველაფერზე, ერთ არეალში იქნება აი საშუალებას მოგვეცემა. იქვეა კალმახიც ორივე არა. ანკესი ხო გვაქვს? ანკესი გვაქვს. აბა მაშინ რაღაცას მაინც წამოვიღეთ. ვშივრები მე მგონი არ დავჭებით, ხო? აი სამონადირეო სამოთხე რა, იმიტომ რომ ერთად გაქვს ყველაფერი. გაქვს თევზიც, ყავს როჭოც, ყავს შურთხიც. როგორი მდიდარი არის ეს ადგილი. ყავს არჩვით და ყავს ნიამურიც. რის ხარჯზე არის, რომ ამ რაოდენობის ნადირფრინველია აქ? აი რადგანაც შავშეთის მხრიდან ნაკლები თოვლი მოდის და მიუდგომელი ტერიტორიები, ანუ გზა არ მოდის იქედან, შესაბამისად ვერც ნადირობენ, ვერან მონადირეები ზამთრობით ვერ ამოდიან იმ მხრიდან და რადგან დაბალი თოვლია, შესაბამისად საკვები აქვს. აჰა, სახლები აგერა. ხო, ეს თქვენი თავიც. აი ეს კლდეებია რა. აი ამ ადგილას თუ გავადიდე, აი ამ ადგილას არის როჭო ბლო. დადექი რა, ნაიფ-ნაუქნა დადექი. საიდან გაიცანი ეს ხალხი, რომელიც საქართველოს საზღვრებს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ ჩვენები არიან, ქართველები არიან. დაუთი გავიცანი ალბათ 2018 წელს, 7 წელი გამოდის. ნუ გასაგებია ახლა ალბათ სოციალური ქსელებით ან რაღაც ესეთი. ხო, სოციალური ქსელით და ძაღლების ძაღლების ამბავში მეკვერნეებზე სხვათა შორის ვისაც არ გინახავთ ეს გადაცემა გვაქვს მე და როლანდს გაკეთებული მეკვერნეებთან დაკავშირებით ძალიან სრული შეიძლება ითქვას დოკუმენტური ფილმი ძალიან საინტერესო და შეგიძლიათ იხილოთ სადღაც აი აქ ლინკი გამოვა. სამანქანო გზა მთაში მისასვლელად გრუნტიანია, ვიწრო. იშვიათად თუ იხილავ ვინმე შემხვედრს. და თუ შეგხვდა, გვერდის ავლად ცალკე თავსატეხი ხდება. ცადე დრონი ამეფრინა. მეგონა, უფრო უკეთ დაგანახებდით ამ ულამაზეს მთას და ექსტრემალურ გზას. მაგრამ სამწუხაროდ დრონი არ მემორჩილებოდა, რადგან მესაზღვრეებს უფრო ჰქონდათ წვდომა ვიდრე მე. კიდევ კარგი არ წამართვეს. საბოლოო ლოკაციამდე, საიდანაც ნადირობას დავიწყებთ, ჯერ კიდევ შორია. როგორც დაუთამ მითხრა, 4 საათის გზა გვაქვს კიდევ სავალიო. მეგობრებო, ეს თამარის ხიდი იყო. მანამდე შევხვდა, მაგრამ ვერ მოვასწარე გადაღება, მოკლედ ადგილი არის იზეთისადაც თამარი ადრე აქ გადიოდა. ეკლესია ზაგზე არის ზემო. ზევით არის ამაზე ეკლესია. მეგობრებო, ეს არის ბოლო სოფელი, რომელსაც გავდივართ ახლა და ჩვენი გზა მიდის აი იქ შორს. და გვერდით აქედან საკმაოდ რთულად ჩანს, მაგრამ ერთი პატარა ესეთი ზოლი გადის თუ ხედავთ, იქ არის გზა გაჭრილი სამანქანო. უნდა მოვხვდეთ მაგ გზაზე და ისე გადავიდეთ. ეს არის დაუთას ასე ვთქვათ, იალაღები, სადაც აძოვებენ ძროხებს, ამ ჯერზე კი ხარებია წამოსაყვანიო და ჩვენ კი იქ დავტოვებს სანადირად. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ? კაი ვარ. გენაცვალე. ჩემი სიმამრია. სასიამოვნოა. ალთანის მოзвე რანაა იცი? ცოტა ბრეშია. ჯავითის მოзвე გავს. აი მაგავ? ხო, ცოტა თეთრა. თუ რამე ის იქნა, მე ქედზე ვალ და ფოთორაფ უგზავნი, ოზგურ იმიწავს ზეხარი ვისია მეთქი. ის ჯავითისა ცნობილობს. ცნობილობს? ხო. ნადირობა მაკეთ მხარეს საერთოდ საიდან წამოვიდა?
კარჩხალი როგორც გეოგრაფიული არეალი ყოველთვის მაინტერესებდა მთელი ბავშვობა, იმიტომ რომ ეს მოდა ბაბუისგან თუ რაოდენის თავადაც არ იყო ნამყოფი, თავადაც მამისგან იცოდა, რომ არჩეულებრივი ადგილები იყო. პირველი რაც კარჩხალზე ვნახე და გავიგე, ეს იყო კარჩხალიდან მოქონდათ ხოლმე წყლის წისქვილის ქვები. ბაბუა საძოვრებზე დადიოდა იქით. ბაბუის მამა. ბაბუის მამა. ანუ მან იყო ოდითგანვე აჭარლების საძოვრები, ხო? ნუ მაჭახლელების ძირითადად და ნუ ქედის ნაწილის. რა იყო, აბა შურთხი გვეგონა შორიდან, ხო? ფრენაზე თეთრი ქონდა. იქ მოიცა ესე კლდის იხვი აღმოჩნდა, კაცო? როლან ჰაკიდან გედეპარებოდა